ყველაფერი ძვირია ძალიან საგრძნობლად. დღეს რო დაუშვათ რაღაცას გადაიხდი, ხვალ-მიხვალ და იგივეში უკვე მომატებული ფასი. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში სურსათი თითქმის 12%-ითაა გაძვირებული. 2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხილი და ყურძენი 25%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და ბაღჩეული 19.5%-ით, ზეთი და ცხიმები 16.4%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 15.1%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 12.8%-ით, თევზეული 11.3%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 11.3%-ით, პური და პურ პროდუქტები 10.2%-ით, მინერალური და წყაროსწყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვანები კი 8.7%-ით, ხორცი და ხორც პროდუქტები კი 4.1%-ითაა გაძვირებული. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბალშემოსავლიანია და შემოსავლის 30%-ზე მეტს სურსათის ყიდვაზე ხარჯავს. სურსათის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტების მცირედი გაძვირებაც კი მათ ჯიბეზე მძიმე დაისახება. პირველადი მოხმარების რაც არის, ანუ შაქარი, ფქვილი და ასე შემდეგ რა. რო გადავხედოთ 10 წლის უკანვე ფასებს და დღევანდელ ფასებს, აი რადიკალურად განსხვავებული. ხილზეს და ხორცეს რა თქმა უნდა. ალბათ ხორცეული. ხორცი და თევზი. ხილი გაძვირდა განსაკუთრებით. მაგალითად, გაუყინავი ხორცი. არის მომენტი ხილი, რომ ვერ ვყიდულობთ ახლა ბავშვებს რამდენი უნდათ. ხორცი, უფრო ხორც პროდუქცია. მე მარტო რომ ვცხოვრობ, ჩემთვის ცოტა ესეთი ძვირი ძალიან ძნელია. რა ვიცი, ალბათ საქართველოში პურის ფასი გაძვირდა საკმაოდ. წლები ვიყავი საზღვარგარეთ, წასულ და იქიდან აქ ჩამოსულს იმდენად მეძვირა ყველაფერი. საკმაოდ ორჯერ და სამჯერ არის გაძვირებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. პროდუქტები ყველგან ძვირდება და გამონაკლისი არც ევროპაა, თუმცა იქ ინფლაციას ბევრად დაბალი ტემპი აქვს, ვიდრე საქართველოში. ეს მაღაზიების დახლებიდანაც ჩანს. მაგალითად, ბარსელონაში იოგურტის 10 ცალიანი შეკვრა 2 ევრომდე ღირს. ევრო და 82 ცენტი ღირს ლიტრანახევრიანი რძე. 250 გრამიანი კარაქის ყიდვა ესპანელებს 3 ევროთ შეუძლიათ. 1 კილო შაქარი ბარსელონაში 99 ცენტი, ბურღულეულის სტანდარტული შეკვრა კი 77 ცენტი ღირს. როგორც სპეციალისტები გვიხსნიან, ძლიერი ადგილობრივი წარმოება და ნაკლები იმპორტ დამოკიდებულება ქმნის ევროპულ რეალობას, რომელშიც ფასწარმოქმნა ბევრად კონკურენტულ გარემოში ხდება. ეკონომიკურ პრობლემებზე ხშირად მთავრობას საერთოდ არ სურს საუბარი, ხო და მას გადააქვს. ხშირად ყურადღება სხვა თემებზე და მათ საკუთარი წარმოება აქვს ევროკავშირის ფარგლებში, ხო, რა თქმა უნდა, ბელგიური ლუდი პირობითად ჰოლანდიაში უფრო იაფი ეღირება. თავისთავად რომ საბაჟო მოსაკრებელს წარმოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ იქ არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია და საქართველოში სამწუხაროდ ზოგიერთი სექტორი ბიზნესი საკმაოდ ჩაკეტილია. იქ ახალი მოთამაშის შესვლა ძალიან ჭირს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ საშუალოდ ოჯახის შემოსავალი 3-ჯერ უფრო მაღალია, 4-ჯერაც საშუალოს ვამბობ, ხო? ვიდრე საქართველოში და სიღარიბის ის დონე არ აქვს, რაც საქართველოში. ევროპის მოსახლეობა საქართველოსგან განსხვავებით მაღალშემოსავლიანია და პროდუქტების ყიდვისთვის შემოსავლის მხოლოდ 12%-მდე ხარჯავს. შემოსავლების ზრდა ინფლაციის ზრდის ტემპს პარალელურ რეჟიმში მიყვება ან უსწრებს, რის გამოც რიგითი ევროპელისთვის ფასების ზრდა ნაკლებად მტკივნეულია. განვითარებულ ქვეყნებს სადაც გვაქვს ინფლაცია, ცხადია, ინფლაციის მაჩვენებელი მოსახლეობაზე უარყოფით და დაისახება, თუმცა იქ მაღალი შემოსავლები ამას აბალანსებს, შესაბამისად ნაკლებად მტკივნეულად დაისახება ეს მოსახლეობაზე. ჩვენ შემთხვევაში მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა არის არა ფასების, ასე ვთქვათ, ზრდა ან სხვა მაჩვენებელი, მთავარი ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა. სიღარიბეს განაპირობებს დაბალი შემოსავლები. დაბალი შემოსავლები, დაბალშემოსავლიანი ადამიანები პირველად ასე ვთქვათ, მოწყვლადი ჯგუფი არის და ის ყოველი ერთი თეთრით გაძვირებული პროდუქციის ფასი უფრო მტკივნეულად დაისახება. სურსათზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის სხვაობის მიზეზად სახელდება ისიც, რომ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში განურჩევლად იმისა პროდუქცია ადგილობრივია თუ იმპორტირებული, მოქმედებს DGG-ს საშეღავათო პოლიტიკა. მაშინ, როდესაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია 18%-იანი DGG-ით იბეგრება, რაც ევროკავშირის ყველა ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში რძეზე DGG საბოლოო ფასის 18%-ია,
მაშინ როდესაც ესპანეთში სულ რაღაც 4%-ს შეადგენს. ხორცზე DGG საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%. თუ პურზე საქართველოში DGG 18%-ს უტოლდება, საფრანგეთში 5.5%-ია. სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ასეთი საგადასახადო პოლიტიკა ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სუპერმარკეტების დახლებზე პირობითად კარაქი, ყველი, ხორც პროდუქტები, ტკბილეული თუ სხვა დასახელების საქონელი მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენთან იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში.